ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის ძირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. მე ვამიბოდეთ სტუდიაში მოვიწვიოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი, ეს გახლავთ ბატონი ხვიჩა მაღლაკელიძე. გამარჯობა. აგედაბზადი შევაბადო. მე შეგეტყვი ადგილია რა თუ რა. ხვიჩა, როგორ ხარ? როგორ ვარ და როგორ საკუთარ ოჯახში ისე ვარ, ესე იგი მოგვიანებით გილოცავ სეზონის გახსნას ჩემო. აი დროზე მილოცავ ესე იგი. არა და მართლა გეგმავდით პირველ გადაცემაში შესტუმრობას და გავიდა იმის მერე 2 თვე და კიდევ უფრო მეტი ზაფხულიდან მოყოლებული, ესე იგი დაგეგმილი არაერთი სტუმრობა და როგორც იქნა აქ ბრძანდები შენს შოულ ადგილას. ზავქნა, ჩემო გია, ჩემი გამოსწორება არ არის ფირალად ვიყავი გავარდილი ევროპაში ხო და. როგორც იქნა დაუბრუნდი ჩემს სამშობლოს, ისე მიჭირს ზაფხულთან გამოთხოვება ყოველ წელს და ის სეზონის დაწყება, აი ამოქოქვა. და შენ ბათუმელი კაცი ხარ და ის მოგდებს. რა თქმა უნდა, ეს მოსწავლეების აი ეს დალაგება, გიტარები გადასახალისებელია, სიმები გამოსაცვლელია, მე უცებ მახსენდება რომ ჩემი საკუთარი შვილებიც ხავს, კაცო ისინი ერთი სკოლაშია, მეორე სამსახურში ის სკოლაში რომ იმას იმისთანაც იგი დაავალეს სკოლაში რომ მოიტანეო მთელი თბილისი შემოვატყავე, ვერსად ვერ ვნახე და ნოდარ დუმბაძე გამახსენდა, ექიმი რო ეუბნება პაციენტს, აქო ორი თავი იმისთანაც წამალი გამოგიწერე, ვერსად ვერ ვიპოვიო და ამიტომ ასპირინი დალიეო ხო და ასპირინით ვერ ისწავლიდა, ჩემი ბიჭი და ნუ სადარ ვიარე, მოკლედ ეს წიგნი რომ ვეპოვ, ახალი ამბავია, სულ მითხრეს მე ყურში რომ ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე იშოვება, ვეფხისტყაოსნის ქუჩა მქონია, მესი როგორ არა არის? არ ვიცოდი. თურმე ნესტან დარეჯანის ჩიხით ასე გარადიხარ, ვეფხისტყაოსი მე თანი გმირებია კაცო. კი, ხო და მე ტარიელი ვიდე, და გადმოგდებული დარბოდი ამ წიგნის ამბავი, ჩემი ბიჭი ქეიფო კაჯეთის ციხის სიმაგრეში და მამა ენასწავლოს, როგორ გადისწავლოს და რაზი არ ვარ წავსვლელი. მოკლედ იმას გეუბნებოდი ზაფხულს, სლივს გამოვეთხოვეთ, რომ საოცარი ზაფხული იყო. როგორც მოგახსენეთ, ნორმალური არ ვარ მე. და წელსაც ამ ჩემი შარშან საჭე გადაკეტილდა, გაფუჭებულ, მაგრამ მაინც განახლებული მანქანით ისევ დავეშვი საქართველოდან ევროპისკენ თურქეთს საბერძნეთის გავლით. საბერძნეთს აღარ ვთვლი ევროპაში თუ რა ვიცი როგორ ასაქმე. ხო და ესე იგი ჩავედით ჩემს საყვარელ იტალიაში, ჩემს ბარში, ჩემს ზურასთან, ჩემს მეგობართან, დავადექი მოულოდნელად თავზე, გავახარე, გამახარა, დავაყარე აქედან ჩურჩხელებით, ხლაპები, აჯიკა, ქართული ყველაფერი, იმან მასკა, იქიდან იტალიური ღვინო. ხო და ვიდეო და ქეიფი ერთი ამბავი, გიტარა ქეფქონდა წაღებული და შვაქეებში ზურაბებულება, აქვეო, ახლოშიო, სულ 1 საათის სავალშიო, არისო ქალაქი პოლინიანო, სადაცო დაიბადაო ის ადამიანიო, რომელმაც პირველად იმღერა ცნობილი ვოლარე კანტარე ვინმე დომენიკ მოდუნიო და იმის ზეგლი ვნახოთო. თურმე დგას ეს დომენიკ მოდუნიო ზეგლი. ამ პოლინიანოში საოცარი ქალაქია, თავისი პლაჟები და დომენიკო მოდუნიო ასე ხელებ გაშლილი. ესე იგი ისე გაუკეთებიათ, ესე იგი ეს სახერო რომცად იცოდე რა ზღერო რა დომენიკო მოდუნიო პირდაპირ ასე იტყვი აი ნამდვილად ვოლარეს ამბობს. აი ვოლარე თქვა ახლა მონა ასია და ბოდაშია თურმე ყველა მთელი ტურისტები ვიც ყველა მიდის დგება ამ დომინიკოს ძეგლს ასე ზურგი დაუდგებიან, ისინი გაშლიან ხელს და ვოლარე და იღებენ ვიდეოებს, იღებენ სელფებს, არის ერთი ამბავი მოკლედ და მე და ზურაბას ახლა მივედით მივლასლასთით ხო სხვათა შორის დასვამი არ დავჯდარ საჭესთან, ჩემი მეუღლეის და საჭესთან. ასე. ხო და მივლასლასთით დომინიკოს ძეგლთან და დავდექით მე და ზურა და ბოდიში ზურგით გავარმეთქი უთხარი დომინიკოს და გულმა შენთან დაიბუდა შენ სალერში დავიღლები ქუჩები გაცავს მუდამ გოგონებით გავავილები და იქვე სამღერი საფინალო რო არის ქუთაისო და ზურიამ დაშეკა, მაგრამ რა დაშეკა კვარცხლბეკს გაუჩნდა ბზარი. ხო და ტურისტები გიყურებენ გაოცებული ყველა ვოლარეს მღერის და ჩვენ ქუთაისო ვიმღერებ. მე ცოტა რომ გავისიიდეთ, მივედით, მოვედით და გამოვიარე და იდგნენ ეს ტურისტები, ჩინელები ასე და ქუთაისო ასე იდგნენ ქუთაისო და ასე ალბათ
საჭირო 100. ახალი ტრენდია, ხო? ქუთაისზე იდგა დობინიკა ქუთაისზე. ხო და ერთი ლაივ ხაკი მინდა გავახაკუნო აქ თქვენთან ეთერში, სხვათა შორის ძღოლებისთვის სასარგებლო ინფორმაცია. აბა გამოუშვი. ესე იგი, აქედან რომ გადავედი თურქეთის ტერიტორიაზე, სანამ მივადგებოდი საბერძნეთის საზღვარს, კარგა 2000 კილომეტრი ვიარე. ეხლა მოგესწრები ისეთი ტრასები ერთ საოცარი გზა 7 ზოლიანი და 11 ზოლიანი და აგერ მიდიხარ ხო 120 და ქართველი კაცი ხარ გინდა ხა ჩააწვე ცოტა 127 წახვიდე გიხენ გაბიხა 130-თან გინდა წახვიდე და უცერა გაგასწრებს ასე მოტოციკლი აქედან ვიღაცა გაგასწრებს 200 თბილის ნუ ახლა არაჭარბებ რამდენი შეუულია ჩემს ბანკარას მიდიხარ და 2000 კილომეტრი როგორ შეიძლება გავიარე მივედი საბერძნეთის საზღვართან და ხოლმე გადავიდე ახლა თურქეთიდან საბერძნეთში თურქეთის მხარე მეუნება ვერ გაგიშვებთო. რატო მეუთხარი უკევსო? დამთავრდა მეუთხარი, მაგრამ არაო. თქვენ მანქანასო პენალტი აქვსო. და ბურთით რო ისებებოდი მეუთხარი კენტი ხوارში მოსულა პენალტი თუმე ჯარიმას ნიშნავს. ჯარიმა. პენალტი გაქვს რამდენი რა პენალტი გაქვს? დარღვევები გაქვს რა დარღვევა? არო მაგას ვერ გერ არ გიჩვენებს კომპიუტერიო და ამდენი სამციფრიანი მომახსენა თანხა და ლუკ მილების ხრჭიალით რაც ქონდა დარჩენილი პირში მილების ხრჭია გადავიხადე ეს თანხა ძალიან ცუდ ხასიათზე გადავედეთ საბერძნეთის მხარეს მე რა თქმა უნდა სურიამ და იტალიამ გამოგვიგეთა გუნება და აქეთობას ვფიქრობ რომ აი ერთიც არ უნდა დავაშავო ისე უნდა ვიარო ხო გადმოვედით ახლა უკან საბერძნეთიდან თურქეთში იქ არაფერს არ გეუბნება საბერძნეთში არაფერი არ დამიშევებია არავის არაფერი არ უთქვავს ყოველ შემთხვევაში ხო და გულის ფანჩხალით მოდივარ გია ბათუმამდე მოუღოხავ თუ აწერია 80 მოდივარ 60 თუ აწერია 100-91-ით რომ რამე არ დავაშავ მაქსიმალური სიმცირე 300 მეტრში ვხედავ შუქრიშას უკვე ვიწყერ გაჩერებას და ნელ-ნელა მოვდიან რომ რამე ერთი პატარა ხინჯი არ იყოს ეს 2000 კილომეტრი გადმოვიარე როგორც იქნა და მოვლალე ჩემი მანქანა ჩემი ოჯახის წევრები სარფის საზღვრამდე და ამაყა შევედი ახლა იქ პენალტი მაქვს კიო აუ რა ის პენალტი მაქვს რამდენი იყო იცი ჩვენ ფულზე ჯარიმა ლარი და 30 თეთრი დედას გებსებ დღემდე ვასენი ლარი და 30 რა შეიხალხო ამიხსენით ვირმე რა შეიძლება თურქეთში დააშავო ლარი და 30 თეთრი რამე თუ არსებობს ასეთი მოკლედ ჩემო მძღოლებო ჩემო მოგზაურებო იარეთ შვიდად წყნარად თქვენს მწვანეზე თქვენს გზაზე და ბედნიერება მისურვებია. ბატონო, საუკეთესო სიტყვებია და რჩევა. ახლა მაესტრო, ბედა გასწრო თუ შენ დამასწრებ, ჩემი მეგობარი მყავს მოყვანილი თან. შენ თვითონ ბრძანა, იმიტომ რომ ჩვენი საერთო მეგობარია და თავად გამოაცხადე. არგი ბაშე ადამიანს არ ჭირდება დიდი წარდგენა, არა მარტო ჩვენი მეგობარია, ბევრი ქართველი მსმენელის მეგობარია, უნიჭიერესი მომღერალი გიორგი კობაიძე. გიორგი კობაიძე ჩვენ შოუში. მოდი გენათვალე. მოდი. დაუმარჯოს გიორგის. იხარ ჩვენი მეგობარი, მაგრამ პირველად არის ჩემო ბატონო ჩვენთან სტუმრად, ხო? კი, ნამდვილად პირველად ვარ. კეთილი იყოს შენი ფეხი. კეთილი იყოს ნამდვილად. ჯვაკი ხარ პირველად, მაგრამ წლებია ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა მომდინარეობს ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ნუცა სკოლაში მე რო ჟიურის წევრი ვიყავი და ინკოგნიტო რო ვიყავ და შენ რო გამოდიოდი აი იქიდან მოყოლებული გვაქვს ასე ვთქვათ დისტანციურად ურთიერთობა მე უკვე შენ ბასილაიას კვინტეტის წევრი იყავი და შემდგომ იუმორინაშიც გამოდიოდი და რაც თავარია მიუზიკლ ჩხივთა ქორწილში გამოდიოდი როგორც ფილარმონიაში ისე ქართულ კინოვერსიაში და ეხლა ხვიჩა ვისაც მქონია გიორგისთან ურთიერთობა ყველა დამეთახმება რომ უნივერსალია სიმღერაში აი ნებისმიერი ჟანრი მიმართულება სტილის სიმღერა აი თანაბრად ხელეწიფება და თან იუმორთან ახლოს რო არის ესეთი ადამიანი არის თან მასთან ერთად რო გიხარია ყოფნა იმიტომ რომ აი ყოველთვის ახერხებს რომ შეგიწყოს ხასიათი და ერთი რა შემთხვევა მინდა იცი გაგახსენო აი კლასიკა ჩვენს ესეთ საყვარელ ისტორიებს შორის ეგრეთ წოდებულ კურიოზულ ისტორიებს შორის აი ერთ-ერთი გამორჩეული როდესაც სიღნაღში ვიყავით ერთად და იყო გადაღება პაკარი ჩხივთა ქორწილის იმ სცენისა სადაც თქვენ იყავით მაკაცები ანუ ზაქარას მეგობრები რომლებიც სასოწარკვეთილებამდე მისულ ჩხიგ ზაქარას ამხნევებთ და გინდათ რომ ესე იგი მოაბრუნო და ეუნებით რომ რა სტილი მოდი წავიღოთ რასტილი ბიჭო რასტილი შენთანავარ შენ ვირასტილი
აი ეს ფრაგმენტი. ახლა ჩვენ ერთი მონაკვეთი წავიმღერეთ, თან ეს მისამღერი ხო გახსოვთ, ბევრჯერ მეორდება. ახლა კინო გადაღების სპეციფიკა ჩემზე უკეთესად იცით. თითო პლანს რამდენიმე დუბლი ჭირდება, მსხვილი ხედი, მოდი ახლა საშუალო ხედი. დუბლი რო იყო ისიც გახსოვს კარგად. თუ გახსოვს რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ გადაწყვიტა რომ ტყეში გადაგვეღო ეგ სცენა. და ტყეში ესე იგი დამალული კამერები ზოგი ბუჩქის უკან, ზოგი ტოტების უკან და არის ეს მდგომარეობა და დიდი დინამიკები დამაგრებული რომ ყველამ კარგად გაიგონოს და ესე იგი ინგრევა იქაურობა და თუ გახსოვთ ესეთი გორაკი ხო ბორცი იყო ხო და იმ გორაკის იქით ცხადია ჩვენ ვერაფერს ვერ ხედავთ კაცო არა და იგი თურმე არის სასაფლაო და ჩვენ აქედან ღერით ესე იგი საათ ნახევარი გაუთავებლად რომ რასტილი ბიჭო ეგ ყველაზე ბევრჯერ გამეორდა მე ხო და მეორე დუბლი მე მესამე დუბლი თუ გახსოვს განრისხებული ჩემი მშობლიური და უსაყვარლესი კახელების ჯგუფი რო წამოვიდა ჩვენსკედა და სული შეული ვარ რომ გვეპატიჟებიან ხო გახსოვს იქ რამდენჯერ ჩერდებოდა გადაღება რომ არა ჩვენთან გადაპატიჟება გადაპატიჟება რომ სადღაცაც გვეპატიჟებოდნენ მე ხო მაგრამ შორიდანვე ჩანდა რომ რაღაც ზედი გოროზის სახით მოდიან რომ მოვიდრეთ და პირველი გახსოვს არც გამარჯობა არც არაფერი რა გინდათ კაცო გვატირეთ ეს ჩვენი მკვდარი თურმე პროცესია ჯვარი აკაურობა და აქედან რასტილი გაგიზა რა რასტილი ესე იგი წეგარ ახსენებ უკეთ გიორგის ნიჭიერება და ხო არის ხა ზოგიერთი კომპოზიტორი უწერს მომღერალ სიმღერას გამომდინარე მისი დიაპაზონიდან რომ ზოგ-ზოგ აქიდან აქამდე აქ ზოგ ბოდიში და აქიდან აქამდე და ამას იგი როიალის აქედა პედლიდან რო იწყება ხო ნამდვილად პედალთან თავდება უკვე ნებისმიერ დიაპაზონში მღერის და სხვათა შორის ერთი კაი თვისება რას გეძახდებს ზერბეთ სახელს ქვესკნელა და ბასა და ქვესკნელა გეტყვი ქვესკნელა რა შეშე ქვესკნელა ხო არის რომ სიმღერაში რო გინდა აჩვენო კულმინაცია და როგორც სიმღერის ესე იგი გადაახალისო რაღაცა მეორე ნაწილი სიმღერის მოდულაცია კეთდება სხვა ტროლობაში იმღერება და მომღერალი ცდილობს რაც შეიძლება ახლა და აი ხო როგორც წესი აღმავალი არის ხოლმე ბოლომდე ხო და გაწიწება ასე დააყრესო ეს აშება ამას უყურაშულა ყველაფერს ეს რაც შეიძლება დაბლაბელი და სიმღერას ამთავრებს ქვესკნელში ჯვარი გწერია ეს მაგალითს გაიკეთებ აქვე მისამრე ნომერი გიორგი დათხარ როგორც მე ვიაჩებით ყო are you ready They finally drip by my window. They are the leaves of red and gold. I see your leaves, the summer kisses, the somber hand I used to hold. Since you are away, the days go long, and so I hear a weird song. But I miss you most of all, my darling. When I to leave, start to fall. They finally drip by my window. They have to leave. Oh, red I'm gold. I see your leaves, the summer kisses, the summer hands I used to hold. Since you are way away, the days go long, and so I hear a weird song. But I miss you most of all, my darling. When after leaves start
too far. ჩვენი სტუმრები იყვნენ ხვიჩა მაღლაკელიძე და გიორგი კობაიძე. დიდი მადლობა მათ. ჩვენი შემდეგი სტუმარია მომღერალი თამუნა ამონაშვილი. მოგესალმები, შემოგვირფასო. მოგესალმები. როგორ გიკითხო? ძალიან კარგად, მადლობა. ეს კი კითხვა არ გჭირდება, იმიტომ რომ შესანიშნავად გამოიყურები მართლა და პირველ რიგში ნება მიბოძე მოგილოცვა ესე საჯაროდ სახალხოდ შენი საოცარი ტყუპები ძვირფასო მეგობრებო, ესე იგი ტყუპი ქალვაჟი ყავს ჩვენს თამუნა ამონაშვილს და მიულოცოთ ერთად. მადლობა. დიდი მადლობა. ვიხარი რამხელები არიან და ქვედა 24 დღის. გვანან ერთმანეთს თუ კი, გვანან, მაგრამ მაინც განსხვავდებიან. მაინც ის გოგო რომ არის და ის ბიჭი, მაინც განსხვავდება. ეტყობა, ხო? კი, ეტყობა. არის მართლა ის ამბავი რომ ერთმანეთის მსგავსი რეაქციები აქვს და ერთნაირად უნდათ ხოლმე ან ძილი ან ჭამა რაღაცა. კი. ტყუპებისთვის დამახასიათებელ ზნეს ერთად იწყებენ რაღაცა კრუტონს, ღრუტონს, რაღაცა თუ რამე აწუხებთ, ნუ რაღაცა თითქოს ერთად ხდება ყველაფერი. მაგრამ ხშირ ზოგჯერ ცალკეც არის რომ თქვა ბიჭი უფრო მეტად გამოხატავს, მაგრამ გოგო უფრო ნაზია და მშვიდი. დიდი ბედნიერება და ღმერთმა გაგიზარდოთ. საოცრება ეს არაფერს არ გავს ეს გრძნობა ნამდვილად. საოცრება და აბსოლუტურად ყველა ადამიანს უსურვებდი რომ ეს გრძნობა გამოსადოს და მადლობა უფალს რომ მე მომცა ეს საჩუქარი. მოდი გავიხსენოთ პერიოდი, როდესაც შენ აბარებდი გამოცდებს და ესეთი საინტერესო ეპოპეა ქონდა, იმიტომ რომ თავიდან აბარებდი კონსერვატორიაში, როგორც მახსოვს, ხო? მოდი გაიხსენე ეს პერიოდი, შენ უკეთ მოყვები ამას. ხო, ნუ მე დავამთავრე 11 წელი ვიოლინოს სპეციალობით და ნუ რა თქმა უნდა გავდივარ გამოცდაზე და ვიოლინოს ხო თავის ჩასადები აქვს ეს ყუთი, ვიოლინოს ყუთი და იცი დგევარ და ვფიქრობ, აი მთელი ცხოვრება როგორ უნდა ვიარო აი ამ ყუთით. და აი ამ შეგრძნება იმდენად მიუღებელი იყო ჩემთვის რომ მთელი ცხოვრება ამით უნდა, იმიტომ რომ შენი პროფესია თუ ხდება, სულ უნდა გვერდით კონდეს, ხო? და ვერაფრით ვერ წარმომედგინა რომ მე მთელი ცხოვრება ეს ყუთი უნდა მეტარებინა. მიუხედავად იმისა რომ ვიოლინო ძალიან მიყვარს და სპეციალობათაც ავირჩიე. მაინც ესე პროზაულად ყუთზე გამახვიდე ყურადღება. მოვტრიალდი ყუთის გამო მოვტრიალდი გამოსდი და საერთოდ არც გავსულ არ გამოსდაზე და ნუ სახლში რომ მივედი დედას მოვატყუე რომ მე ჩავიჭერე. ნუ იყო მთელი ამბები რისთვის სწავლობდი 11 წელი. ნუ მაგრამ იმავე წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში მოვხდი მუსიკომედიის ფაკულტეტზე და ნუ აი აქედან დაიწყო უკვე ჩემი ცხოვრების აბსოლუტურად სხვა ისეთი ლამაზი გზა. რასაც მე ვთვლი რომ ეს არის ჩემი საუკეთესო ცხოვრების ფურცელი და საუკეთესო ზღაპარი, რითიც დაიწყო ჩემი ცხოვრება, ჩემი კარიერა, ასე ვთქვათ. სადღაც მე-4 კურსზე ვიყავი და უკვე მოვხდი ესეთ უდიდეს ანსამბლში ივერიაში და აი ესეთ ბუმბერას მუსიკოსებთან, ადამიანებთან ერთად მე არა მხოლოდ შემოქმედებითად, არამედ პიროვნულადაც დავიხვეწე და დავღვინდი, ასე ვთქვათ, აი ამ იმიტომ რომ ჩემზე უფროსები, დიდები, ძალიან დიდი გამოცდილებით, ყველანაირად და მე ამ ყველაფერს ვისრუტავდი და ვსწავლობდი და მე ვთვლი რომ ძალიან დიდი განათლება და ახსნა მივიღე ანსამბლივერიიდან, არა მარტო შემოქმედებითი, ასე რომ ჩემთვის ეს იყო მეორე ოჯახი. თანაც კაცო მოხვედი თუ არა? მაშინვე რეკორდი დაამყარე ანსამბლთან ერთად, ვინაიდან 164 ანშლაგი ზედიზედ ხუმრობაც იყო მაშინ ქალაქში, რომ აღარ დადნა კაცო ეს თოვლის ბებო, იმიტომ რომ დაიწყო მაშინ სპექტაკლები დეკემბერში და გაგრძელდა ზაფხულში გადავიდა. გინესის წიგნში ვართ, ნუ შესაძლოა. ფაქტია, ესე ვთქვათ, ციფრები არ ტყუის, როგორც ესე იგი მოხვედი სრულიად ახალგაზრდა და თავიდანვე ბებოს როლი რო შემოგთავაზეს. ამა ჩემა და ნათლია ჩემა მაშინ არ ექცექონდა. აი, იმდენად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ იმდენად მისა
ძაღები, იმიტომ რომ უფროსი ადამიანასთან ბუმბერაზე ადამიანები როდესაც გეუბნებენ რომ ეს კარგია და შენ ამას შეძლებ, მე ნამდვილად შევძელია ეს დამეთანხმებით, ხო? იმიტომ რომ მართლა ძალიან პოპულარული იყო თოვლისბებოს ზღაპარი, ხო? აი იმდენი თაყვანისმცემლები ყავდა ზოგადად ანსამბლს ჩვენ თვითონ მომღერალს, მონაწილეს. Ну, აი ადგილი არ არსებობდა დღეში 4 კონცერტი, ხო? ეს შეუძლებელია, ну, რა ვიცი, ეს ალბათ მართლა ძალიან უნდა მოგწონდეს და ძალიან მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომ ასე მოდიოდეს და გაფასებდნენ და ასეთი რუდუნებით გიყურებდნენ და გისმენდნენ. არა, მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო. და შემთხვევა იყო უნიკალური, მაგრამ ისიც უნიკალური იყო, რომ ვერ გადავიღეთ თოვლისბებოს ზღაპარი. აბა კაცო, ეს რა უცნაური. სხვადასხვა იმ პერიოდში, აი ძალიან ბევრი, აი უმნიშვნელოვანესი, საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა არ არის დაფიქსირებული ვიდეო ფილმზე, როგორც ადრე ითქვა. ძალიან გულდასაწყვეტია. მაგრამ როგორც ერთ ცნობილ ქართულ ფილმში აქედან ვერ ამოშთია. ახსოვს ეს 10,000-ობით და შეიძლება თქოს 100,000-ობით მაყურებელს და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი აი ჯილდო რაც შეიძლება არტისტმა მიიღოს. მაგრამ ერთი დღე მახსოვს რომ შენ ვერ შეგატყობინეს. ხაშენი რამდენიმე როლს ასრულებდი თოვლისბებოს მიღება. მოდი ეგ ამბავი გაიხსენე როგორ იყო. 4 როლი მქონდა თოვლისბებოს ზღაპარში და ერთ-ერთი როლი იყო ბოშური, ცეკვავდით, მღეროდით და ნუ ძალიან აქტიური ნომერი იყო. ნუ ერთ დღეს კვირა დღე იყო, მე რატომღაც ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ ვისვენებდით, აი რატომ არ ვიცი, მაგრამ ესე მეგონა რომ ვისვენებდით. დილის სპექტაკლით ვისვენებდით. ნუ რაღაცა გახდა უკვე დრო დადგა ის სპექტაკლის დაწყების და ლიკა ურუშაძე ერთ-ერთი ჩვენი მომღერალი მონაწილე მირეკავს და თავარი როლი შემსრულებელი. თან უნდა სათხარ სპექტაკლი იწყება უკვე 5 წუთში უკვე იწყებოდა და ესე გვიან არასდროს საათობით ადრე მივდიოდით და ნუ იქ ცხოვრობდით რა ფილარმონიაში ხომ გახსოვს? იკაცო 4 სპექტაკლი იყო მახსოვს? 10 დღეში 40 სპექტაკლი ჩაატარა ანსამბლმა. აი მომენტალურად რა სპექტაკლი, აი ცივი წყალი რო ჩამოგასხა. სახში ხარ ხო ამ დროს? სახში ვარ ამ დროს ვისვენებ ხალაჩ, ნუ რაღაცა ძალიან ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, დარწმუნებული ვიყავი რომ მე ვისვენებდი იმ დღეს. ესე იგი როგორ ჩავიცვი, ყურმილი როგორ რა ჩავიცვი, აი როგორ გამოვარდი, ნუ ტაქსი დავით, ეგრე მოვედი ფილარმონიასთან, ნუ არ ძალიან მალე კი მოხდა, ნუ რაღაცა დიდხანს არ დამჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ პირველი სართულიდან მაცმევდნენ აი ამ ბოშურ ტანსაცმელს და ამოვედით მესამე სართულზე და პირდაპირ სცენაზე შევედით, ნანანაი, სიმღერით გავედით სცენაზე, ნუ რა თქმა უნდა არც მაკიაჟი, მაგრამ ვინ დაეძებდა მაკიაჟს, ხო? მადლობა პირველ რიგში ჩვენს ძვირფას მაყურებელს, რომ აი ეს საოცრება შედგა მათთან ერთად და მადლობა ყველა ივერიელს. მადლობა ყველა ივერიელს. შენ რომ არ გისმენდეს ადამიანი და უბრალოდ სიმღერების სათაურებს გადაავლოს თვალი, დარწმუნებული ვარ მაშინვე მიხვდება, რომ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ. იმიტომ რომ აი შემახსენე შენს მენატრები, მერერა, მოვა, შენმა სიყვარულმა მთელი ცხოვრება მიყვარხარ და ასე შემდეგ და მითხარი ხარ დღეს რომელი რომანტიკული სიმღერა მოამზადა ჩვენი შოუს მაყურებლისთვის. აი მთელი ცხოვრება მიყვარხარ და მიყვარხართ და მეყვარებით. აი ამ სიმღერას გიყვარებ. მე გიტყვი რაც მინდოდა სიტყვები ყველაფერს ამბობენ ფიქრები გრძნობენ და აღარ დარდობენ მე გიტყვი მონადრება მუშენო რამდენი არა ისევ მიყვარხარ არ გადამიარა მე ყველა ღიმილი მახსოვს და გულში ვინახავ მზე მე შენი სიტყვა მათბობს მინდა რომ ისევ მიყვარდე შენთან მოვედი ვერ დაგტოვებდი ვერ ვიქნებოდი უშენო ზევდას ღიმილი მინდა რომ უშველო გულში მომიხარ თურმე შორი ხარ და მოგონებებს ვინახარ მთელი ცხოვრება
დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს ხამუნა ამონაშვილს წარმატებები უსურვოთ მას. დიდი სიამოვნებით მინდა მოვიწვიო ჩვენი შოუს შემდეგი სტუმარი, ეს გახლავთ პაროდიის თეატრის მესი, ანუ ბატონი მერაბ სიჭინავა. მადლობთ ჩემო კარგო. ჩემო მერაბ, ვითი მინდა იცი დავიწყოთ. არაერთხელ გითხრა და მართლა ასე რომ ჩვენ მაყურებელს აი განსაკუთრებით აინტერესებს ხოლმე სცენის მიღმა მიმდინარე ამბები. აი კულისებში რა ხდება, ის რაც ასე ვთქვათ, ნაკლებად არის ხილული მათთვის და შენი მეშვეობით, აი ჩვენი შოუს მეშვეობით ამ ყველაფერს შემდგომ ფარდას ავხდით ხოლმე და უყვებით ამ დეტალებს და მე მინდა გაიხსენო ის პერიოდი, როდესაც ფილარმონიაში ვიკრიბებოდით და როცა მიდიოდა აი გაგანია ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი, რეპეტიციები და აი ეს ატმოსფერო, რომელსაც შენ საუკეთესოდ გადმოცემ ხოლმე. ჩემთვის ძალიან ლამაზად გასახსენებელი და რა ვიცი დღემდე მომყვება ეს სიხარული, ეს სიყვარული, ის აღდგენება, აღმაფრენა და რა ვიცი რაც მაშინ ხდებოდა. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ მე ამ წუთებით და მე მინდა გავიხსენო ერთი ჩვეულებრივი დღე, როდესაც ტარდება რეპეტიცია, ბატონი ჯემალი იგზანდება მე ნინაკა გურამჯაში, მერაბ გეგეჭკორი და ასე შემდეგ ყველანი ჩვენი მეგობრები ერთად დავარ და მიგვინა რომ მუშა პროცესი არის. ვახმოვანდით, მაშინ 90-იანი წლები იყო, თუ არ ვცდები და ესეთი რაღაცები დავამახსოვრდა. ნუ ბესო არის ზურაბ ჟვანია, ვაიმე გლახათა ვარ, რა ვქნა არ ვიცი, ბატო ედვარდ. დამუშავების პროცესში ვართ. აქეთ ბატონი ედვარდი. კაზო რაღაცა კონსენსუსი ხომლა არსებობდეს ბიუჯეტის საკითხის განხილვა მიდის ჩემი გეგე მერაბ გეგეჭკორი ანსახიერებს შესანიშნავად აქეთ მე მქონდა ჩემი ვახორჩეული შვილის პაროდია რასაკვირველი აუცილებლად თქვა თუმცა ჯერ უნდა შესრულდეს ქვეყნის ბიუჯეტი მოკავშირის წევრებს მოგდით მეტი და აი ესეთი შეკრებითობა გვაქვს ყველაფერი ჩემი ნინა კანსახიერებს რამდენ იმ შემთხვევაში თევდორაძეს ელენე თევდორაძეს მოიცათ ზურიკო სრულიად მართალია და აი ასე მქონდა აწყობილი მაგრამ აი ამ გახმოვანების და მუშა პროცესში იქ იმდენი იუმორი იყო იმდენი რაღაცები იყო რომ რა ვიცი გადმოსაცემად ცოტა ძნელი არის და მაგრამ ძალიან ისეთი ლამაზი და ბედნიერი წუთები იყო ჩემი გურამ ჯაში ბურის ციფურიას პაროდიას ასრულებდა მაშინ ფორტუნა მიყავდა აბა ძალიან საინტერესოა ჩემო ჯვირფასო ჭყილებო ის კორპუსი მაღალი იყო თუ დაბალი რა თქმა უნდა მაღალი სწორია ეს ტაში თქვენ ეს სიხარული თქვენ ნინაკა მე ასეთები ზამბობდა ისეთი მეგობრად აგენ ჩვენი როსტომაშვილი დათო ნუ ახლა მეცეთ ნუ გახურეთ საქმე იქ თავისი სვანის თემები ქონდა ამ დროს შემოიხედა ჩვენმა უსაყვარლესმა დაუვიწყარმა ზურადოიჯაშვილმა აუ მამუკა აქ არის მამუკა ასეძებდა სულ მამუკა ხოლმე თავისი კაცობრიო გოჩაჩრომ სარჩული ოხჭეს თორჯერ რაღაც თქოს უბერა და დეუბნებოდა და აი ესეთი ძალიან თბილი სიტუაცია იყო ჩემი ლევან შენგელია დადის დელედადრე ალიონზე ზამოვდეგი უცნობის სიმღერას თავისი პაროდიით ასრულებდა იქით ჩვენი გოგა პიპინაშვილი ბატონი გოგა ოსეფას როლში ვაი ეს შერგო შუში ეს შერგომ გაიზნაჩე და აი ასეთი ხმები ტრიალებს ერთი საოცრება და ძალიან დიდი სიყვარული იყო ჩვენი უსაყვარლესი მზია კვირიკაშვილი ნესკაფეს ნომერს ამუშავებდა და ისა ცოტა ისეთი საბგრიმანი იყო რომ ნესკაფეს ვეძახდით რატო ვეძახდით არიცით ნესკაფესა 8 საათის მერე არ ჩანდა უი ოღონდ ეგ იყოს კარგად და თუ არ მოვაჩენთ და მეხიციმათ და ესეთი რაღაცა აი ამ დიალოგებში ხშირად გაიხარა ხშირად შემოდიოდნენ ხოლმე სტუმრები მეგობრები მახსენდება ბატონი ჟანრი ლოლაშვილი დიდებული ადამიანი და მამა ჩემი ბავშვის მეგობარი პლეხანოვიდან აი ზუსტად ხო გამახსენდა რა ხდება ჯემბა ლეუნება და აი კონცერტისთვის მემზადები ჯარი მაგარ დღეში ვარ კაჩო მე დავესწრები რა მაგრამ მანამდე არ ჩავსაქნოთ ჯერ ჩავაკონცერტო ჩემოჯარი აი მერე კიდე შეიძლება ბატონი ჟანრის დაესწრო რა თქმა უნდა ამ შეს დიდებულ კონცერტს აქეთ ბიძინა მახარაძის ხმა ისმის
აგინებმა აგინებს მაგინებს შემოდის იქიდან ხმა ნუ ჩვენ აქ მხიარულობთ ერთმანეს ეს სიყვარულებით ვეფერებით მაგინებმა რო აგინებს აგინებს და მაგინებას ააბინებ ხომ ეს ახლა არა ბოლოში ისე ვერ ვამბობ კაცო მერაბ ნიკოლაიშვილთან ერთად გქონდა დუეტი და აგინებმა აგინებს მაგინებს ხომ ხო მე დავჩინაგინები დადიოდა ამის დიდი სიყვარული და თვითონ მახსოვს ხოლმე ბოლოსკენ შენი შემოსვლა იყო შემოგია და აბა როგორ მიდის იქით საქმე მამა შენი გეკითხება კარგია ოშიანი ძალიან კარგია ო აი ასე მიდის და იყო აი ეს დიდი სიყვარული და დიდი ურთიერთობები ეს ჯორი შემოგარგო გასახსენებელი ბევრი არის შეგაიხარე მერაბ მე კიდე ისე რა მინდა გითხრა რომ ეხლა შენ აღწერ იუმორინას მზადების პერიოდს მანამდე კაცო იყო მღერიან და ხუმრობენ თეატრისა და კინოს მსახიობი და შენ იმ პერიოდიდან ხარ აი ამ ყველაფრის მონაწილე და ეპიცენტრში ყოფილი შემოგია რას მოდი ის სამების გავიხსენო და იქ აი მაშინ შემიძლია ის სიტუაციების გავიხსენო მახსოვს რომ შევდიოდი სარეპეტიციო დარბაზში იმ ლამაზ ოთახში შენის ხელმძღვანელობით შემოკარგო გია ჩვენი ბურჯანაძე ერის მიგორავს ურემი მიგორავს დელდელა მიდის დაბერდი შენ ჩემო და აი ესე გძელდებოდა იქვე იდგა ბატონი თენგიზ არჩვაძე მივალ მიუყვები თეთრი გზებით მე ჩემს პარასა მათგან ხელში მყვან დაუმღერია უნანასა და მე ამას უყურებ მაგოს გაფართოებული თვალებით ჩემთვის ამდენი ასეთი ბუკეტი ბატონი გოგი გეგეჭგორი ჯანსულო აკა შარა კომოჩიდე ჯანსულო ბოშ ქუდირენ თუ ბოხოხია გე და აი ეს რეპეტიციები გადააკეთ ბატონი ზურა კაფიანიზე აგორ მახსოვს საწინ მიდგას ხელის ეჭინ დაბადებულა გადაჭარბება თვარ ჩამთვლით ისეთი ეჭი დაბადებულა დაუთქვევია თურმე დავითი და მახსოვს ამ დროს ბატონმა გივიბერი კაშუმილა თავის შემოყო შენა კაცო კიდე ლექს კითხულობ აი კახის მოусმინე შემოდის ბატონი კახი წავსაული ამბავი დამემართა კაცო შაკი თავი დაანებართ კიდე ტკივანა მუხლის ოპერაციის გასაკეთებლად წავედიო მოსკოვშია ჩავედი მოსკოვში დამხდნენ მეგობრები დამაგდეს საკაცეზე ჩამთხარეს პირში ნარკოზის შლანგი და ეგრევე გამთიშესო. კაცო გავიდა ცოტა ხანი ზოდა რაღაც აგრესიული რაღაცა მომენტებია და ხედა ვიღაც წამ ტუშპომად გაკრასკული რუსის ნაშა დამდგომია თოზე და მიტყაპუნებს ბატონო კაკი ქტოია და ქტოიაო. მოიკრიფე უკადასკნელი ძალხონე და პირში მივახალე პროსტიტუტკადი სუკა მეთქი და ეგრევე გავითიშო. კიდაღა მეორე ფეხი მომაჯრეს კაცო. ვერზე დგას ბატონი რამაჩხიდვაზე. ადიდებული ხალხი იყო შემოგია რამდენი გამია. გასახსენ კაცო შენ რა მოგიდა მე რომ დავიმართა ის იყო და ეგრე კაცო. შენ ბერდან გონდა ზოგადა მე ზასაული დავიმართა. თამაშობდა აზლაკს გესმის და სხვათა შორის აი ეს რასაც ეხლა ვყვები მე უკვე სატელევიზიო გადაცემებში გავიდა თვითონ ისინი უკვე სოციალურ ქსელში არის ჩვენ ამას პირველად მოვისმინე პოლიციებში რეპეტიციებში ამას ვისმენთ ხელა ის იყო და ახალგაზრდა ბიჭუნა ვიყავი ასე თქვა და კაცო თამაშობდა აზლაკს ბოდიში მავითხოვე და ცოტა ზედმეტი მოვიდა წინადღეს ძალება გვინის და მახუსები ვარ კაცო რაღაცა მომენტი მაქვს და საფირფარეშოში შესვლა მოვიდა კაცო მივედი კარის მერე და აი მე შენს რაბოს დაგავებულია არა კაცო დაგავებულია არა და ამ დროს ამდენი დროც აღარ არის და აქეთ ეგ აზნაკი დანიშნეს სადღაც პარტნიორები იძახიან იქიდან მეუბნებიან გამოდი შენი გამოსვლის დროა გამოვდი ვარ ჩემო ბატონო და ეს თვალები ლამის ასული მაქვს შუბლზე და მაყურებლის ხმამესვის რა გარდასახვა საოცრება გარდასახვა კი არა გაჭირება კაცო აღარ ვიცი რა გავაკეთე და ჩემი პარტნიორები მეპაცხალიმებიან რა მოგართვათ ბატონო აზნაკ რა მოგართვათ და გარშოგი მემიდარე ბატონო გარშოგი და აი ასე ლამაზო და კურიოზებად მოდის თელი ჩვენი ცხოვრება რა როგორც იდგა დილებ მე შენი სტუმარი გახდათ ბატონი მერაბ სიძინავა უღრესი მადლობა მას
დიდი მადლობა. ეს ამით გემშვიდობები გულფასზე მეგობრებო და ყოველივე საუკეთესო გისურვებთ. მომავალ კეთილდღეებს.